მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოდით დღეს ვნახოთ ასეთი ტიპის გაშლა. თუ რატომ ვერ გეწყობათ ურთიერთობები? ანუ რა ხდება ზოგადად, ხო? თქვენს თავს და რატომ ხდება ისე, რომ თუნდაც ორი შეუმდგარი ურთიერთობაა თქვენს ანგარიშზე, ხო? სანამ გაშლას დავიწყებ, მადლობას გიხდით თვითოეულ თქვენთაგანს, თქვენი უკავშირისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, გამომწერებისთვის, მენდეთის ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყველაზე მეტად მიხარია ის, რომ მიცხადებთ ნდობას. და დავიწყოთ მოდით გაშლა პირველი, მეორე ვარიანტი და ვნახოთ ვინ ბრძანდებით, ხო? ვინ ხართ? კოშკის არკანი. განდეგილი მეორე მაღალი არკანი. და პენტაკლების პაჟი. ხო, ძალიან მიხარია. ეტყობა კიდევ დავიჭირე იმ ადამიანების ენერგიები, ვინც აქამდე უყურებდით ხოლმე ჩემს გაშლებს, იმიტომ რომ რაღაც წინა გაშლებში ეს ენერგიები აღარ დაფიქსირდა და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ აქამდე ძალიან ისეთი მაღალი ვიბრაციები ახლდა ხოლმე თითოეულ ჩემს გაშლას. რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო? ადამიანები, რომლებიც კოშკის არკანი და ჰერმითი თან თანხვედრაში არ არის ეს პატარა განაცხადი. ანუ შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში ზოგადად ძალიან ბევრი აღმასვლის ეტაპები იყო და არის კიდეც ამ ეტაპისთვის, ხო? ანუ რაღაც რომ გგონიათ, რომ დასრულდა, დამშვიდდა, დაწყნა და ზუსტად იმ პერიოდში იწყება ხელახალი ტრანსფორმაცია, ხელახალი გამოცდების ჩაბარება, ხო? აი რომ ფიქრობთ, რომ აწი რაღა უნდა მოხდეს. მე ყველაფერი სწორად გავაკეთე, ხო? მე ყველაფერი პრაქტიკულად ყველა გამოცდა ჩავაბარე, აი ზუსტად მაშინ მოდის რაღაცა ისეთი, ხო? აი განსაკუთრებული გამოწვევა თქვენი ცხოვრების. რა შემიძლია გითხრათ როგორც პიროვნება სიგნიფიკაციასთან, ხო? ანუ საკმაოდ რთული არკანია, შესაძლოა ზოგადად რთული ხასიათიც გქონდეთ, ხო? რაღაცა გარკვეულწილად აი როგორი მომენტი იცით? გარკვეული პერიოდები გჭირდებოდეთ ხოლმე რაღაცების გასააზრებლად, იმიტომ კი არა რომ ეს არ იცით თქვენ. არა, გადასარევად იცით, უბრალოდ აი სანამ მაპატიეთ და არ შეგაჯანჯღარებენ, მანამდე რომ არ გინდათ, რომ რაღაცებთან პირისპირ აღმოჩნდეთ და თვალი გაუსწოროთ, ხო? კიდევ რისი თქმა შემიძლია. სხვაჩვენს კოშკის არკანით შესაძლოა რომელიმე თქვენთაგანი სამხედრო პირი იყოთ. ძალიან კარგად რეზონირდება ეს სამხედრო საქმიანობის მქონე ადამიანებზე. ვიღაცები შეიძლება სადაზღვევო სფეროში მუშაობდით, ვიღაცა ტელევიზიასთან, არა აქვს მშობა, აი რაღაც ფიჭურ კავშირებთან რაც არის, ხო? დაკავშირებული. რაღაცა აი ესეთი სამსახურით შესაძლოა გქონდეთ. მაპატიეთ აი რაღაცა რისკებთან დაკავშირებული სამსახურის მქონე ადამიანები უნდა იყოთ. ეს შესაძლოა იყოს ჰოსპიტალური სექტორიც, ეს შესაძლოა იყოს ალპინიზმიც და არ ვიცი, შესაძლოა ვიღაცა სულაც ახალი დაკარგული გაქვთ სამსახური მეგობრებო. კიდევ რისი თქმა შემიძლია ამ არკანით ზოგადად კოშკი, ხო? ხშირად მეტყველებს იმაზე, რომ დიდი ხნის განმავლობაში რაღაცებს ჩვენ უსაფრთხოდ და სტაბილურად მივიჩნევდით და უცებ
ჰოპ და ყველაფერი თავს დაგვემხო, ხო? რაღაცნაირად თითქოს აი ის შინაარსი, ის სტრუქტურა ჩამოინგრა, რომელსაც ვთქვათ, პირობითად ჩვენ აღვიქვამდით, რომ ეს რაღაცა ჩვეულებრივი ამბავი იყო ჩვენს ცხოვრებაში. გამიგრძელდა საუბარი, მაგრამ მინდა რომ ისე სიღრმისეულად გითხრათ, ხო? ახლა ადამიანები როცა მიყურებთ, მინდა მაქსიმალური ინფორმაცია მოგაწოდოთ. ნახეთ აი თითქოს ის სტრუქტურა ინგრევა, რომლებიც რაღაცა ჩვენს მოსაზრებებს, ჩვენს ანუ შაბლონ, აი ჩვენ სტერეოტიპებს, ხო, მოდით უფრო სწორად ეს სიტყვა იქნება, ჩვენ სიმყარეს და რაღაცა აი ამ იმას სტერეოტიპურად აღიქმებოდა, რომ ეს უსაფრთხოებას გვიქადდა, მაგრამ რეალურად ეს ასე არ აღმოჩნდა, ხო? მეორე მაღალი არკანი, ჰერმითი, ანუ განდეგილის არკანი, ასევე ძალიან საინტერესო არკანია თან განსაკუთრებით ამ დასტაში. ნახეთ მეგობრებო, თუ თქვა სხვა დასტებში მამაკაცია ხშირად წარმოდგენილი, ხო? ამ დასტაში წარმოდგენილი არის ქალბატონი, რომელიც ერთგვარ მედიტაციურ სიტუაციაშია, ხო, ანუ პროცესში და უყურეთ რაღაცა უსასრულობის ეს ნიშანი პირიქით ჰორიზონტალურად კი არა, ვერტიკალურად ადგას მას თავზე და აბსოლუტურ კავშირს ამყარებინებს კოსმოსთან, ხო? ამავდროულად შეხედეთ ადამიანი მიწიდან ჰაერშია აწეული, ანუ უკვე რაღაც სხვა ინფორმაციებს, სხვა განზომილებას უნდა ეზიაროს, ხო? ანუ სხვა ტიპის ცოდნა უნდა მიიღოს. აქ არ არის ტიპიური მოხუცი ფრანით, ხო? აქ პირიქით ახალგაზრდა და ძალიან ისეთი სიახლეების მაძიებელი გოგონაა, ძალიან ლამაზი გოგონა წარმოდგენილი, ხო? ანუ შესაძლოა ზოგადად გახასიათებდეთ თქვენ სიმშვიდე, აი სიჩუმე, თვითანალიზი, რაღაცა უფრო ღრმად უყურებდეთ მოვლენებს, ვიდრე ვთქვათ სხვა თქვენი გარშემო მყოფები. სხვათა შორის გაქვთ გარკვეული სწრაფად დამოუკიდებლობისკენ. რაღაცნაირად ბავშვურად სუფთა, თითქოს აი გულწრფელები ხართ. სხვათა შორის ეს ცოტა ლიბიდოს ნაკლებობაზეც მიანიშნებს ხოლმე. შეიძლება ახლა თქვენს ცხოვრებაში რაღაცა ისეთი პერიოდიც იდგეს, ხო, რომ ნუ რაღაცა ენერგეტიკულ დონეზე ცოტა სტაგნაცია გქონდეთ. საქმიანობის სფეროები რა შემიძლია გითხრათ, გაგეცინებათ და სხვათა შორის განდეგილი პენსიონერებსაც აღნიშნავს, არ ვიცი. სხვათა შორის მე რატომაც არა, ძალიან კარგი საკმაოდ ისეთი პროცენტი მაყურებლების ზუსტად 60 წელს ზემოთ არიან და მაპატიეთ, მაგრამ მე ბევრი ახალგაზრდა ვიცი, მოხუცი და პირიქით მოხუცი ახალგაზრდა, ასე რომ უბრალოდ მართლა რაც ვთქვათ ამ არკანს ახასიათებს გაშიფრვაში პენსიონერის ფიგურებს, მაგრამ ნუ ახლა აი ამ დასტის ამ არკანით ეს ცოტა უფრო ნაკლებ სავარაუდოა. ასევე ფილოსოფოსი, გამომძიებელი, ხო? აი სხვათა შორის მამა, ანუ სამღვდელოებასაც თანაც ასოცირდება ეს არკანი. აი საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენელი შესაძლოა იყოს და დროსთან კავშირში რაცაც აქვს, აი მაგალითად იგივე საათების შემკეთებელი ან საათების ბიზნესი ან რაღაცა ესეთი. და პაჟი პენტაკლების. ანუ შესაძლოა მიწისტიქია იყოთ რომელიმე, ესეც გადათამაშდეს თქვენზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან მიზანდასახული, ძალიან სხვათა შორის წესიერი, ძალიან როგორი ადამიანი ხართ, იცით, აი პასუხისმგებლობით რომ უდგებით ყველაფერს. ყველაფერს რომ აი დეტალებებში გათვლით, ხო? მაგრამ ამავდროულად ძალიან ჯიუტი და დაჟინებული. რაღაცა ბუნებასთან თქვენი ტიპის ურთიერთობა გააქვთ. ძალიან გიყვართ შეიძლება ლაშქრობები, მოგზაურობები, არ ვიცი. მოთმინება თქვენი ერთ-ერთი
ძირითადი თვისებაა, ამავდროულად ხართ პრაქტიკული, ხო, არ ხართ რაღაცა ძალიან ისეთი ოცნებებში გადავარდნილი ადამიანები რომ არიან და ძალიან ბევრს ვფიქრობ, სანამ რაღაცას გააკეთებთ. აქაც როგორც ჰერმითის ნაწილში შესაძლოა ვიღაცა საგამოძიებო საბრალმდებო საქმიანობაში მონაწილეობდეთ, შეიძლება ვიღაცას უბრალოდ ფერმა გქონდეთ საკუთარი მიწათმოქმედების კუთხით, ხო, ფერმერი იყოთ უფრო სწორად, ან სულაც უბრალოდ რაღაცა ვაჭრობის სფეროსთან გქონდეთ კავშირი, თან ძალიან ისეთი დაკვირვებული და ჭკვიანი ადამიანი ხართ, აქ დააკვირდით, რუქა უჭირავს ხომ ახალგაზრდა მამაკაც ხელში და ზუსტად იცის რა არის მერე, როგორ და რატომ უნდა გააკეთოს. ძალიან გამიგზავნა თქვენი სიგნიფიკაცია, მეგობრებო, მაგრამ მე მგონი საჭირო იყო, იმიტომ რომ ზუსტად მიხვდეთ თქვენთვის არის თუ არა ეს კაშლა. და ახლა მთავარი კითხვა. ნახოთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში, რა არის ის მთავარი მიზეზები, რის გამოც ხშირ შემთხვევაში არ გეწყობათ პირადი ურთიერთობები. აბა ვნახოთ. ორი მაღალი არკანი, მეგობრებო. გასაგებია და შემდეგ უკვე ამისი გაშიფვრის მერე მოვიხმობ ორაკულებს. ნახეთ ახლა მივყვეთ ძალიან ისე, ხო? დაწვრილებით. მოდით ასე დავაწყობ, ხო, და მერე გაჩვენებთ. ამ დასტაში, მეგობრებო, შეყვარებულების არკანი პრაქტიკულად არ მოიცავს არჩევანს. თუ თითქმის ყველა დასტის, ყველა შეყვარებულების არკანი არის მესამე ფაქტორების მომენტი, არის რაღაცა ჩამოუყალიბებლობის, მერყეობის, ჭეჭმანის შტრიხები, ამ დასტაში ეს ასე არ არის. აქ აბსოლუტურად თვალით კონტაქტი ხდება, წყვილს შორის ისინი ერთმანეთს ოღონდ აქ დააკვირდით ერთი მომენტია გასათვალისწინებელი, გოგონა უფრო მეტი აღმაფრენით შეჰყურებს მამაკაცს, ხო, და მამაკაცი უფრო იცით როგორი დაკვირვებით უყურებს ამ გოგონას, შეხედეთ, აი თითქოს რაღაცის თქმა უნდა და ვერ ეუბნება, ან რაღაცა უნდა გამოიცნოს. ანუ აი მინიმალურია აქ იმისი მომენტი, რომ შესაძლოა რაღაცა სხვა ფიქრები აწუხებდეს რომელიმე მხარეს. რატომ ვერ გეწყობათ ასე ვთქვათ ურთიერთობები, ან რატომ ხდება ხშირად რომ პრობლემაა, ხო, თქვენს პირად ურთიერთობებში. დააკვირდით, შესაძლოა თქვენ უბრალოდ ძალიან იმპულსური იყოთ, ძალიან მარტივად ენდობოდეთ ადამიანებს, ძალიან ნახეთ, სწორად გამიგეთ, რასაც ვიტყვი. ძალიან ისეთ ეტაპზე იწყებოდეს ყოველთვის თქვენი ახალი ურთიერთობა, როცა ძალიან გჭირდებათ თქვენ და აი ჰაერივით საჭიროა თქვენთვის და ჰაერივით მნიშვნელოვანი ურთიერთობა ვიღაცასთან, ანუ მაქსიმალურად ემოციურად დამშეული ხართ და როგორც წესი ამას ძალიან კარგად ხვდება და გრძნობს ხოლმე საპირისპირო სქესი, ხომ? შესაბამისად, როგორც სამწუხაროდ ხშირად ხდება, ასეთ ენერგიას აღიქვამენ მსუბუქ ენერგიად და აი როგორი მომენტი აქვს, იცით? არ უღრმავდებიან იმას, რომ ამ ადამიანს შესაძლოა ეს პირველად სჭირს ზუსტად ასეთი მდგომარეობა, პირველია მის ცხოვრებაში ასეთი მიზანსწრაფვა ურთიერთობისკენ და რეალურად გონიათ, რომ ეს ისეთი ადამიანია, რომელიც ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია, ხო, დღესაც ხვალად ზეგაც და მასზეგაც ასე იქნება. ამიტომ აი ეს მომენტი გექნებათ ყველა შემთხვევაში დასამუშავებელი, მეგობრებო, რომ მარტივად არ გამოუწყდეთ სხვა ადამიანებს გრძნობაში, მარტივად არ ენდოთ, ხო, მარტივად არ გადაუშალოთ, ასე ვთქვათ, გული ნებისმიერ ადამიანს მით უმეტეს საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, იმიტომ რომ ხშირად, ძალიან ხშირად სამწუხაროდ ეს არის ხოლმე აღთქმული, ну, არასწორად. კიდევ რა შემიძლია შეყვარებულების არკანით გითხრათ, შეყვარებულების არკანით პრინციპში არ ვიცი, შესაძლოა, აი როგორ იცით, ძალიან სერიოზულ
ამოცანას უყენებდეთ ადამიანებს და რაღაცა მომენტში ასე ვთქვათ ეგონოს კიდეც საპირისპიროს ხეს რომ ჩვენში ეს გამოთქმა ძალიან ფეხმოკიდებულია ხო მიცით სტენკის დადგმა უნდაო ხო რაღაცა და აი ეს მომენტალურად აშინებდეს და აგდებდეს ადამიანს მეორე ხარეს ანუ დაცილებისკენ უბიძგებდეს ხო რაღაცა მომენტში არადა თქვენ რეალურად აბსოლუტურად ესეთი შეხმატკბილებული წყვილში ურთიერთობა გინდათ ჰარმონია გინდათ ხო სწორი პარტნიორობა გინდათ რაღაცა ეროსის ენერგიები აქ ძალიან დიდი ხო ეს რაღაცა მიზიდულობა და ასე ვთქვათ სასწაული ვნებები მაგრამ ნუ ეს შესაძლოა რაღაცა აი ამ ბარიერებს ქმნიდეს რაზეც მე გავამახვილე ყურადღება კიდევ რა ნუ არაფერი მე მგონი თავიდან ბოლომდე ამოვწურე მაგრამ საერთოდ როგორი მომენტია კიდევ ერთს დავამატებ და ეს იქნება კიდევ ერთხელ ვიმეორებ როცა შეყვარებულების არკანით ამოდიხართ ადამიანი ხო აი სექსუალურად ძალიან ჩქეფარი ადამიანს ნიშნავს და ძალიან ისე ადამიანს აი როგორც ამიტომ არის ზუსტად რა რომ იმხელავნებები გაქვთ იმხელა მიზიდულობა გაქვთ რომ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ რომ ეს შეიძლება ერთჯერადი მომენტი იყოს თქვენი და ეს გჭირდეთ კონკრეტულად ამ ადამიანთან და გონიათ რომ რა პრობლემაა დღეს ხვალ ჩემთან ხვალ ვიღაცასთან იქნება და აი ეს სერიოზულად აღქმის ბარიერს მოკლედ უქმნით რა მით უმეტეს რომ მე აქ მყავს კვერთხების მეფეც და ამასაც ვისაუბრებთ რა თქმა უნდა ოღონდ ჯერ მანამდე მაღალი არკანი მზის არკანით რომ ვისაუბროთ მზის არკანით ჩემო კარგო მეგობრებო ადამიანებო რა შემიძლია გითხრათ შესაძლოა ცოტა ზედმეტად დაჯერებული ადამიანები იყოთ და ეს მე მაძლევს იმის საშუალებას უფრო ხმამაღლა ვთქვა რომ აქ კომბინაციაში პენტაკლების დედოფალი მყავს და ამაზე გადავალ რა თქმა უნდა და გესაუბრებით მაგრამ ნუ მზის არკანით ძალიან თავდაჯერებულ ხო ძალიან წარმატებულ ძალიან ცეცხლოვან ადამიანს აი ეს ცეცხლი დავნება ლოგიკური გაგრძელები ამ არკანის ამ არკანში ამასთანავე ნახეთ აი შესაძლოა იმდენად რაღაცა ისეთი სფეროს წარმომადგენელიც იყოთ ან მსახიობი ან თქვათ მხატვარი მომღერალი აი იცით როგორი პიროვნება ჩვენთან ჯერ კიდევ როა ეს შემორჩენილი ძალიან ღრმა სტერეოტიპი რომ ესენი ცოტა მსუბუქი ყოფაქცევის ხალხია ხო იგივე ლიტერატორები ნუ სერიოზულად რომ ვერავინ აღიქვამს პოეტია და ნუ უკვე იქ დიაგნოზი დასმულია ასე ვთქვათ ხო ბრჭყალებში ან სულად შესაძლოა კოლეგაც იყოთ პრინციპში ეგეც არ გამიკვირდება მაგრამ ნახეთ თქვენ ძალიან მალე ადაპტირდებით ყველაფერთან ახალთან ძალიან მალე შეგიძლიათ ყველაფერს ალღო აუღოთ და აი ამ ტემპს შესაძლოა ის მეორე მხარე ვერ ასტევდეს და გარდა ამისა ცოტა ეგოისტსაც ხედავდნენ თქვენში პენტაკლების დედოფლის გაგრძელებით ნუ თუ დაოჯახებულები არ ხართ და ეს ფაქტი არ ფიგურირებს ყველაზე მთავარ წინააღმდეგობრივ ბარიერად თქვენს ცხოვრებაში მაშინ იმდენად თვითკმარი იმდენად შემდგარი ქალბატონები ხართ რომ ხშირად მამაკაცებს ასეთი ქალბატონი აშინებთ ეს არ არის ზერელენა თქვენ მამაკაცებო ვინც მისმენთ არ გეწყინოთ თუ თქვათ პირიქით არის და თქვენს თავზე მოიდგეთ რომ პირიქით ხო თქვენ ხართ იმდენად შემდგარი რომ არიან ასეთი კატეგორია ქალებისაც მენდეთ არ არის ყველა ქალი გადარეული ფულსა და პოზიციებზე და მანქანებზე და რაღაცა სწაულ მატერიალურ მომენტებზე პირიქით ძალიან როგორც მამაკაცებს ისე ბევრ ქალსაც ეს აკომპლექსებს ხო და ან შესაძლოა თქვენ ხართ იმდენად მატერიალისტი და იმდენად მომართული ამ ყველაფერზე რომ მეორე საწინააღმდეგო სქესისთვის ცოტა გაურკვეველია რომ რატო ეს რაღაცა ემოციებისგან დაცლილია ეს ფაქტორიც გადათამაშდება ნაწილზე თქვენს პროცენტულად ხო მით უმეტეს რომ აქვს კიდევ ერთი პენტაკლები და სიგნიფიკაციაში თქვენი პენტაკლები იყო ხო 7-იანი პენტაკლები 7-იანი პენტაკლებიც ჩემო კარგო ადამიანებო ისევ მატერიალური მომენტების არკანია ისევ ვთქვათ ხასს უსვამს მიწიერებასთან ანუ მიწიერების რაღაცა პრაგმატულობის მომენტებს და
აქაც აი როგორი მომენტია, იცით, თითქოს ადამიანი მომართულია მხოლოდ იმაზე, რას მიიღებს, ანუ რა მოგებას ნახავს, ხო? რას შეიძლება გამორჩეს, ასე ვთქვათ. და აი ეს მომენტიც შესაძლოა არ გამიკვირდება, რომ იყოს გარკვეულწილად რაღაცა ბარიერი და აგერ გვაქვს კვერთხების მეფე. თქვენში როგორც ჩანს ძალიან ბევრ და დიდ სექსუალურ ენერგიას ხედავენ და როგორც წესი ეს მომენტიც როგორც ქალებს ისე მამაკაცებს ჩემო კარგო ადამიანებო ვინც მისმენთ სწორად გამიგეთ ნახეთ როგორც ქალებს ისე მამაკაცებს გარკვეულ ბარიერს უქმნის ქალებს გონიათ რომ ეს ისეთი მექალთანია რომ უფ და სად მაქვს ამის დღეს ჩემთან არის ხვალ ანალოგიურად როგორც მამაკაცებს შეიძლება ეგონოთ ხო მაგრამ თან რა მომენტია ერთი კიდევ რისი თქმა მინდა 7-იანი პენტაკლებით ნახეთ შესაძლოა თქვენ რისია ინვესტირების არკანია ხო ასე ვთქვათ მოსავლის აღების არკანია ანუ თქვენ სერიოზული პერსპექტივებით გქონდეს რაღაცა დროულად გათვლა და იმ ადამიანს ეს ამ სერიოზულ სცენარში და მონახაზში ვერ აღგიქვამდეთ და თქვენ სათქოს ვერ ხედავდეს და ამ პირიქით ნახეთ დააკვირდით ძალიან დიდ აი ამ გამარჯვების ვნებების ზღვის აი სასწაული ვნებების სექსუალური ენერგიების ზღვას ხედავს თქვენში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვერ აკავშირებს ერთმანეთთან ფასლს ვერ ადგენს რა ამისი თქმა მინდა აი ეს ფაქტორები მე რაზეც ვთქვი გაითვალისწინეთ და კიდევ ერთი რისი თქმა მინდა და მომისმინეთ ძალიან გთხოვთ ამ პირველი ვარიანტის მაყურებლებმა ერთი ფანტასტიკური რუსი კოსმეტოლოგი ქალი იყოს ცხონებული ღმერთმა აცხონოს იმ სამყაროში აღარ არის ცოცხალი და ძალიან სწორი დარიგებები იცოდა ხოლმე ქალბატონების მიმართ და მას ჰქონდა ასეთი მუშაობის სტილი როცა ქალბატონი მიდიოდა მასთან ან აკნეს პრობლემით ნუ კანის პრობლემებით ხო ახლა კოსმეტოლოგთან ძირითადად პრობლემატურად როცა მიდიოდნენ თორე ახლა ნუ ისე სტანდარტული პროცედურების არ გულისხმობ, ყოველთვის დააჯენდა და ეტყოდა, რომ შენ ჩემს გარდა გჭირდება აუცილებლად ფსიქოლოგი, აუცილებლად გჭირდება კარგი შოპინგი, აუცილებლად გჭირდება დადებითი ენერგიები, აუცილებლად გჭირდება პოზიტიური აზროვნება, მე შენ აქ ლოკალურად კი ბატონო ამ წუთას გიმკურნალებ, დაგინიშნავ რაღაც მალამოებს სახეს გაგიწმინდავ და მოკლედ რაღაცა მოკლევადიან, მოკლე პერსპექტივაზე გათვლის შედეგს მივიღებთ, მაგრამ ხვალდაზე ეს პრობლემა ისევ იჩენს თავს. რატომ? იმიტომ რომ შენს შინაგან მდგომარეობაში არ არის ეს ყველაფერი დალაგებული. შენ ასევე გჭირდება ეტყოდა ხოლმე გასტროენტეროლოგი ან ენდოკრინოლოგი და შენ ეს პრობლემა უნდა კომბინაციაში, ასე ვთქვათ, სწორი ჩარევით და მიდგომით, ოღონდ კომბინირებული მიდგომით უნდა მოაგვარო. და სულ მახსენდება ხოლმე. იგივეა მეგობრებო ბიო ენერგეტიკაში, ბიოველებშიც, ხო? შენ თუ არ გაასწორე, მკითხავთან მიხვალ, კი ბატონო, არაა პრობლემა, ის რაღაცას გიშველის იმ წუთას. ვთქვათ ეზოთერიკოსთან მიხვალ, ვიღაცა ნუ არ აქვს მნიშვნელობა, ხო, რა სახელიც არ უნდა დავარქვათ. კი ბატონო, წმენდას გააკეთებს, მაგრამ იქ თუ ის თავარი პრობლემა არ აღმოიფხვრა, ის სათავე, საიდანაც ეს ყველაფერი მოდის, ხო? ამას ვერაფერს ვერ უშველით. მე ჩემთან მაგალითად მე მსგავს რაღაცებს ვერ ვაკეთებ. არ ვაკეთებ არა. არც ვაკეთებ უბრალოდ და ვერც ვაკეთებ, იმიტომ რომ არ მაქვს მე ამისი ხელდება. მე კატეგორიულად მეკრძალება გარკვეული ტიპის ჩარევები ადამიანებთან. იმიტომ რომ ეს ძალიან ღრმა სასაუბროა და მარტო ჩემს თავს არა სხვა ადამიანებსაც ვუფრთხილდები, იმიტომ რომ მე ერთი პატარა ჩემი ან განაწყენება ან ჩემთვის რაღაცა თუნდაც ფიქრის დონეზე ძალიან ცუდად უბრუნდებათ ადამიანებს. და პირიქით შესაძლოა მე ვიმოქმედო რაღაცა დონეზე სხვა ადამიანთან. თუ მე იმ წუთას ჩემი მდგომარეობა არ არის გაწონასწორებული. ამიტომ მე ამისი უფლება არ მაქვს. თორე შესაძლებლობები მაქვს. ამიტომ მე მხოლოდ სანთელზე წმენდას ვაკეთებ, გარკვეული ციკლებით, ხო? მე ვხვდები ერთი გადასხმით იმ ადამიანს დაახლოებით საორიენტაციოდ რომ რამდენი დღიანი გადასხმა დაჭირდება, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებსაც არ უნდათ ბოლომდე თავიანთი ინფორმაციის გაცემა, ბოლომდე არ გეუბნებიან რა არის გამო როგორ
შენ ხო ჩარევას ვერ გააკეთებ, იმ ადამიანს ის აკმაყოფილებს იმ ეტაპზე, ხო? მაგრამ შენ თუ დაჯდები, თან ამას ჭირდება მეგობრებო დაახლოებით 4-5 საათი, რომ ადამიანი შენ ექიმთან რომ მიდიხართ, ნორმალური ჩამოყალიბებული ექიმი, კონსულტაციას მინიმუმ 15-20 წუთი მაინც უნდა აკეთებდეს, ხო? ეს ყველაზე ცოტას გელაპარაკებით, აი ყველაზე მინიმალურს, რომელიც პრაქტიკულად არაფერში არ კმარა, არც ადამიანს და არც ექიმს. ანამნეზის მოკრეფა სჭირდება დაახლოებით ეგ პერიოდი, სიმართლე თუ გინდათ, მაგრამ 4-5 საათი ისე მინდა რომ მე უნდა გამოვიკვლიო მისი გენეტიკა, მისი წინაპრების რაღაცა გარკვეული მომენტები, მოკლედ, რისი თქმა მინდა. ყველაფერს ჭირდება კომბინირებული მიდგომა. ამიტომ თუ რაღაცაში თქვენ ხელი არ გეწყობათ, ეს არა მარტო თქვათ პირადი ურთიერთობა, ასევე ეს ეხება ფინანსურ მომენტებსაც, უნდა დაჯდეთ და ძალიან მრავალ მხრივად, ძალიან მრავალწახნაგოვან პრიზმაში განიხილოთ ეს სიტუაცია და ჩემი გაჟღერებული ინფორმაციაც რაღაცაში შესაძლოა წამოგადგეთ და მოდით ახლა ვიკითხოთ აგერ მკურნალი ქალის ორაკულით და ჯადოქრების სიბრძნის ორაკულით თქვენი სიტუაცია და მარტო პირველ ვარიანტს რატომღაც უკვე 25 წუთი გავიდათ და ძალიან გამიგრძელდა ერთი წამით აბა ვნახოთ ახლა მეგობრებო რას გვეუბნებიან ერთი და ვნახოთ ახლა მკურნალი ქალის ორაკულებიც რას გვეუბნება კიდე რისით ხა უბრალოდ ვფიქრობ კიდევ რამის თქმა ხომ არ მინდოდა და ვნახოთ ახლა რას გვეუბნება მკურნალი ქალის ორაკული Spring ნახეთ დროა თქვენს ცხოვრებაში გამოღვიძების a time for ნახეთ რა საინტერესო ნახეთ დადგა დრო თქვენს ცხოვრებაში რომ ნაბიჯი გადადგათ ეს როგორ უნდა ზუსტად ქართული შესატყვისი როგორ უნდა მოვიძიო რა უბრალოდ აი ვერ დრო დადგა თქვენთვის უცნობ ტერიტორიაზე აყვავების აი ანუ ნახეთ არაჩვეულებრივ ტერიტორია არაჩვეულებრივ ადგილას თქვენი აყვავების აი ეს უფრო სწორი იქნება მეგობრებო ანუ გამოღვიძების ხელახალი გაფოთვლის ხელახალი აი ამოუცნობი სიტუაციების გახსნის თქვენს ცხოვრებაში. აი ზუსტად ვიპოვე ბოლოს როგორც იქნა ის აი ამ სიტყვის მნიშვნელობა, ხო? ანუ ყველა შემთხვევაში განახლების თქვენს ცხოვრებაში და სიახლეების და ჯადოქრების სიბრძნის ტარო რას გვეუბნება? ვენდ, ხო? კვერთხის ენერგია აქაც და intention ანუ ესეც პრინციპში რაღაცა ნაწილში კი უკავშირდება რაღაცა აი ინტენსიური intention აი მიზანსწრაფას ხო განზრახვას უფრო სწორედ აი ზუსტად ვიპოვე სიტყვას რისი თქმაც მინდოდა ამ შესატყვისთან ხო ანუ intention ანუ თქვენი მიზანი, თქვენი განზრახვა უნდა მოიყვანოთ სისრულეში, ხო? ან თქვენი მიზნისკენ გამოღვიძება უნდა დაიწყოთ. მოიტანეთ ერთი წუთით ჯადოქრების არკანი სიბრძნის ორაკულით კიდევ ეს განზრახვა რას უკავშირდება რომ ეს ვნახოთ და ნახეთ clearness განწმენდა და შეხედეთ მეგობრებო წყალი და განწმენდა ხო შეხედეთ აქეთ ქალბატონი აბსოლუტურად ბნელში ზის და საკმაოდ მოწყენილი სახით ნახევარი ტანითაა წყალში ჩაჯენილი აქეთ და უკვე ქალბატონი ამოდის აბსოლუტურად განახლებული. ესეც გარკვეულწილად აი ამ მკურნალი ქალების ლოგიკის გაგრძელებაა, ხო?
გამოღვიძება, განახლება, განწმენდა. ეს თქვენ უკეთესად იცით, თქვენს თავს დაეხმარებით, სხვა ადამიანის ჩარევა გჭირდებათ წმენდებთან დაკავშირებით თუ რა და როგორ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს მესიჯი ვიღაცისთვის აუცილებლად იქნება. მადლობა პირველ ვარიანტს, ძალიან გაგვიგრძელდა და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი და დაუბრუნდეთ ჩვენს ტაროს დასტას. ცოტა ხანს გადავდოთ ორაკულები. და ვნახოთ აბა მეორე ვარიანტის ვინ მესტუმრა, ხო? ვინ მოგბრძანდით? აბა მანახე. Three of Cups. არკანი ძალა. და სიკვდილის არკანი. აქაც რაღაცა ლაიტმოტივად გრძელდება და რა დაგიმალოთ და მიხარია, იმიტომ რომ მაღალი ვიბრაციები დაგვიბრუნდა ისევ გაშლებში შესაბამისად მაღალ ვიბრაციული ადამიანების ენერგიების ჭარბობს და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და მისასალმებელია. მოდი დაბალი არკანი ერთი გვაქვს და ამითი დავიწყოთ. სამიანი თასებით ვინ ხართ თქვენ, ხო? სამიანი თასები ზოგადად არის გართობის რაღაცა დადებითი ენერგიების შეკრებების მოყვარული, ხო? გახსნილი ადამიანი, რომელსაც უყვარს სტუმრად წასვლაც, სტუმრის მიღებაც, ხო? ისე ძალიან ისე უბრალოდ რომ ვთქვათ, ხო? ამავდროულად ადამიანი, რომელსაც იოლად გამოსთვის მისნის მიღწევა, შესაძლოა ძალიან დიდ კოლექტივში გიწევდეთ მუშაობა, ვიღაცა თქვენთაგანი შესაძლოა, არ ვიცი, მოცეკვავე იყოთ, ვიღაცა PR ტექნოლოგია, წვეულებების ორგანიზატორი, მომღერალი, რაღაცა ესეთი, ან გიმნასტი, რაღაცა ესეთ სპორტს და ხელოვნებას რომ უკავშირდება. ყოველ შემთხვევაში ძალიან გახსნილი და ძალიან დადებითი ადამიანი სახასიათო შტრიხებით. არკანი ძალა. ვიღაცა ამავდროულად, რა კი საჯაროა ეს გაშლა, მეგობრებო, მიწევს ამის გაშღერება, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელი შესაძლოა იყოთ, ადამიანები, რომლებიც საოცარ ძალაუფლებას შესაძლოა ძალაუფლებასაც ფლობდეთ სხვა ადამიანებზე, ხო, რაღაც ის მართველი იყოთ, ან უბრალოდ გქონდეთ ის უდიდესი ძალა, რომელიც ყველა ბარიერს გადაგალახინებთ და ნებისმიერ ადამიანთან გამონახავთ საერთო სასაუბრო ენას, ხო? ამავდროულად საკმაოდ მოწესრიგებული ადამიანები ხართ, აი პედანტებიც კი ზოგიერთზე შესაძლოა ასეც გადათამაშდეს, ასევე შესაძლოა ძალიან გამბედავი და რისკიანი რო ხართ, ამაზე არ ვიდაოთ, მოდით, მაგრამ ბრძენის ამავდროულად, მაგრამ აი კიდევ რა ინფორმაცია მომდის, იცით, აი საკუთარ თავში, საკუთარი თავის პრობა რომ შეგიძლიათ და საკუთარ თავზე კონტროლის აღება, აი ესეთი ტიპის ადამიანები ხართ და მე ძალიან მიყვარს ესეთი ადამიანები და ძალიან დიდ პატივს ვცემ. სიკვდილის არკანი, ხო, მესამე არკანი და მეორე მაღალი არკანი თქვენს სიგნიფიკაციაში. სიკვდილის არკანი საკმაოდ ცოტა ისეთი ენერგიების მატარებელია ადამიანის სიგნიფიკაციასთან მიმართებაში, ხო? ანუ მაპატიეთ შესაძლოა ვინ შეიძლება იყოთ სიკვდილის არკანით, ხო? აი როგორი ტიპის ადამიანები იცით, ნახეთ, შეიძლება ექიმებიც მიყურებთ, ბიოლოგია ქიმიკოსები, ჰოსპიტალური სექტორის ნებისმიერი თანამშრომელი, ასტროლოგები, შესაძლოა იყოთ ვიღაცა თქვენთან, არ ვიცი, აი რადიოლოგიასთან კავშირში, მაგრამ ეს ისაც ჰოსპიტალურ სექტორში შედის, ხო? ან უბრალოდ ძალიან ხშირად გიწევდეთ სამსახურების ცვლა და კრიზისულ სფეროებში მუშაობა.
ამავდროულად რა შეიძლება იყოს თქვენი მახასიათებელი შტრიხი? ძალიან სწორი ადაპტირება სხვადასხვა სიტუაციებთან, ხო? ხშირი გარდამტეხი მომენტები თქვენს ცხოვრებაში, რომელსაც არ უშინდებით და აი ნახეთ ფენიქსისებრად შეგიძლიათ ტრანსფორმირება და მომენტალური ცვლილება, ისეთი ადამიანები. და თუ თქვათ ეს თქვენი სიგნიფიკაცია რაღაცა კუთხით იცანით, განაგრძეთ ყურება და ვნახოთ ახლა რა არის ის მთავარი მომენტები, რაც ხელს გიშლით და თავისით გადამიფრინდა არკანი ჰერმიტი. განდგილის არკანი, მეგობრებო, აგერ გასაგებია, ანუ მარტოობისკენ მიდრეკილი ხართ, ცოტა ინტროვერტი ხართ. ზედმეტად ღრმად უყურებთ ყველაფერს და ზედმეტი სერიოზულობით უდგებით ყველაფერს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი. ვნახოთ აბა კიდე მანახეთ. ოთხიანი ხმლები. შეყვარებულების არკანი. არკანი კოშკი. კვერთხების დათვალა ხდება. პირველი ვარიანტი ხომ არ ბედის ბორბრედე და რაც ჩვენ პირველი ვარიანტის მაყურებლები ხომ არ მიყურებთ ისევ მეგობრებო, რაღაცა ისეთი ენერგიები წამოვიდა, გასაგებია. და მე ვნახოთ ორაკულებიც. ეს გადავდოთ იქეთ დასტა. და მივყვეთ, ხო, ეს თავისით ამოვიდა. ნახეთ, ახლა უყურეთ, ეს ერთი მაღალი არკანი. მეორე მზის მაღალი არკანი. ბედის ბორბალი, მესამე მაღალი არკანი, კოშკი და შეყვარებულები. ხუთი მაღალი არკანია და ეს არ არის, მეგობრებო, დააკვირდით, ძალიან სერიოზული ინფორმაციის გამჟღერებელი უნდა ვიყო მე ახლა თქვენთვის. რა კიღა, რა გიშლით ხელს ამ ხელამ მაღალი არკანების ცვენა, ესე იგი ეს დროა ზუსტად რომ თქვენ ეს ინფორმაცია უნდა გაგეგოთ, უნდა მიგეღოთ და რაღაცებს თქვენს ცხოვრებაში უნდა გადახედოთ. მზის არკანით შესაძლოა ზედმეტად თავდაჯერებული ხართ, ზედმეტად ცეცხლოვანი ენერგიები გაქვთ, ცოტა ეგოიზმში გადასულიც და ადამიანები რაღაცა მომენტში შესაძლოა შიშის მომენტი გქონდეთ, ხო, რომ მე ამას ვერ შევწვდები, ეს ჩემი საფერი არ არის, ეს მომენტი შეიძლება იყოს, მე ამას ვერ ბრჭყალებში გავქაჩავ, ხომ? ადამიანი, რომელიც ზოგჯერ იმდენად კეთილი ხართ, იმდენად არასტანდარტული, რომ გაოცებას იწვევთ და არავის არ ჯერა, რომ რეალურად ესეთი ადამიანი შეიძლება არსებობდეს, ხო? ვიღაცა თუ სწორად გამიგეთ ძაძებში შემოსული, კოჭამდე და ხელისტევანსაც არ აჩენს და სწორად გამიგეთ, რასაც ვამბობ, ხო? მილიონი ქვედინება შეიძლება მის ცხოვრებაში იყოს. ამ დროს თქვენ რაღაც ძალიან ღრმა დეკოლტეთი და ძალიან ღიმილით და ძალიან ფერადოვნად ჩაცმული და აი ისეთი რომ მიდის და ქუჩა მიაქვს ქალს და ახლოებით, ხო? პირველად შეხვდეთ რაღაცა ისეთ ურთიერთობას და გადაირიოთ, მაგრამ ნუ იმ მეორე მხარემ ესე აღიქვას, რომ თქვენთვის ის არც პირველია და არც უკანასკნელი სამწუხაროდ. რაღაცა გავს ეს პირველ ვარიანტს გაგრძელებით. ბედის ბორბალი, რაღაც ციკლურობები შეიძლება თქვენს ცხოვრებას ახასიათებდეს და აქვე მაქვს მე კოშკის არკანი და შესაძლოა მეგობრებო თქვენ ვერ იგუებოდეთ ერთ ადამიანს დიდი ხანი და რაღაცა გარკვეული პერიოდის მერე თქვენვე ტოვებდეთ ურთიერთობებს. ძალიან დიდ პროცენტზე ესეც გადათამაშდება. მამაკაცები, ქალბატონები, ვინც მიყურებთ, არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ თქვენს თავზე მოიდგეთ, ხო? მაგრამ ამავდროულად, მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შესაძლოა თქვენ პირიქით ძალიან ბევრს აძლევდეთ იმ ადამიანებს, ძალიან დიდ რესურსს ხდებდეთ მათში, საპირისპიროდ ენერგიის ცირკულაცია ვერ ხდებოდეს, მოთხოვნა მიწოდების, უბრალოდ ხო ორმხრივი ურთიერთობის ბალანსი იყოს დარღვეული, სადაც ბალანსია დარღვეული, ყოველთვის ქაოსია, ხო? და მე ის ქაოსი გადაიზრდება აუცილებლად რაღაცა ნეგატიურ შედეგში. შესაბამისად, აი ეს პასაჟები თქვენს პიროვნებას ახასიათებს. ძალიან მინდობელობა, თქვენი გადასახედიდან უყურებთ ყველაფერს, თქვენი პიროვნული თვისებებიდან უყურებთ სხვების სიტუაციებსაც და რეალურად ზუსტად ეს არის თქვენი შეცდომა, რომ სხვა ადამიანები ასეთ გულწრფელად ვერ გხედავენ, ხო? ან გონიათ რომ თამაშობთ, გონიათ რომ არ არის ის სექს სიმბოლოსთან ასოცირდება, რომ იცოდეთ შეყვარებულების არკანი და ანუ აქ ძალიან დიდი, ძალიან ბევრი აქ მყავს
პირველ ვარიანტში თუ კვერთხების მეფე მყავდა, კვერთხების დედოფალი მყავხართ უკვე და ანუ ნახეთ რაღაცა მომენტში შესაძლოა რომ ვერ აკავშირებდნენ, აი იქაც ეს წინადადება ვთქვი, რომ რაღაცა ფასლს ვერ აგებდნენ თითქოს, ხო? თითქოს უფრო აი რაღაცა ვნებებზე, აი ეს შემოტევაზე, ქარიშხალზე მორგებული ურთიერთობებია და მე უცებნელდება. ან შეიძლება თქვენ იყოთ ასეთი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ციკლურობა გახასიათებდეთ. და კიდევ რა გიშლით ხელს ილუზიები ნახეთ შესაძლოა პირიქით რაღაცა ურთიერთობებზე ნაწილი თქვენი პროცენტი თვითონ ამბობდეს უარს და დროულად თვითონ გარბოდეს ურთიერთობიდან თავისივე ილუზიების გამო არ და რეალურად აგერ ხმლები თქვენ გაქვთ და ანგელოზივით გოგონა უყურებს ხო მე მამაკაცები ხარ თქვენს თავზე მოარგეთ და რეალურად ხელ შებორკილდა თვალახმეულ გოგონას უყურებს ჭაში ხო საკუთარ თავს ასე ხედავს და ასე აღიქვამს ანუ ნახეთ რისი თქმა მინდა შეიძლება რეალობასთან აცდენილი თქვენეული ინტერპრეტაციები გიშლიდეთ ხელს ურთიერთობაში და ოთხიანი ხმლები ხო კიდევ ხმლების ენერგია ოთხიანი ხმლები არ ვიცი, რაიმე ცოტა ეჭვმეპარება რომ თქვენ გქონდეთ ეს კონფლიქტური და აგრესიული მომენტები, აქ ისეთი კომბინაცია მაქვს მე არკანებით რომ ცოტა რთულია ჩემთვის ახლა ვთქვა რომ თქვენ ან აგრესიული, ან რაღაც ესეთი ტიპაჟის ადამიანი ხართ, მაგრამ ოთხიანი ხმლებით არა, არ მგონია, უფრო მგონია რომ ნახეთ აი ამ ილუზიების გაგრძელება თორე ხა თქვენ რომ რაღაცა მენტალური პრობლემები აი ამ ფაზით არ მიფიქსირდება. უფრო მგონია რომ თქვენ აი ნახეთ всё მივხვდი უკვე და მორჩა მივიღე ინფორმაცია. იზიდავთ ჩამოუყალიბებელ ადამიანებს, მენტალურად გაუწონასწორებელ ადამიანებს, ადამიანებს რომლებიც თქვენში თავშესაფარს ხედავენ, თქვენში აი სწორად გამიგეთ რა რასაც ვამბობ, რაღაცა რეაბილიტაციის ცენტრის მომენტი ხართ თითქოს, რომ ვიღაცების ცხოვრებები უნდა ძერწოთ, ალაგოთ და ხშირ შემთხვევაში მათთან ერთად თქვენც გაისვაროთ. აი ძალიან გთხოვთ დაფიქრდით და გადაიაზრეთ, ბევრზე ესეც გადათამაშდება, ნახეთ. თითქოს აი თქვენ ხართ, თქვენ გიყენებენ ბჭყალებში ენერგიის დონორად. რაღაცა აი დააკვირდით სხვაჯერს ერთ-ერთ პირად კონსულტაციაში მქონდა ერთ-ერთ გოგონასთან ამაზე საუბარი ხომ არსებობენ პლანეტები და არსებობენ თანამგზავრები ხო ანუ პლანეტა მიაცრებს ბევრ თანამგზავრს მე სადღაც ტოვებს იმ თანამგზავრს მე ახალ თანამგზავრებს იკიდებს და ასე შემდეგ ხო აი ესეთი მომენტით შესაძლოა ეს რეზონირდეს თქვენზე რომ რაღაცა აი რომ იტყვიან გზას დააყენებთ ადამიანს და მე ეს ადამიანი მიდის ანუ თერაპია დასრულდა დამთავრდა და მე თქვენ ახალ გამოცდას თუ ახალ სამუშაო მასალას გიგზავნით სამყარო. აი რაღაცა ეს ამდაგვარი. კარგით, ახლა მკითხოთ ჯადოქრების სიბრძნის ორაკულს რა ხდება, რა გიშლით ხელს და აქ თავისით გადაფრინდა ორი, არა, მოპატიეთ ეს ტაროსი გადაფრენილა და რაკით თავისით გადაფრინდა, მოდით დავდოთ და აი ნახეთ ფამილიარობა, გეუბნებით რაღაცა თითქოს აი კარგით ერთი წამით მკურნალი ქალის დასტაც გამოვიყენოთ ეს რას მაჩვენებს და კიდევ ერთს დავამატებ ის რაკი თავისით გადაფრინდა ჯადოქრების სიბრძნიდან ერთს ჩემით ამოვიღებ და გეუბნებით რაღაცა იქაც გაწმენდის მომენტი ამომივიდა პირველ ვარიანტში გაგრძელებაა თუ რა ხდება ესო მეორე ვარიანტს იგივე ენერგიები მოდის გენერალური დასუფთავებისკენ მოგიწოდებენ მეგობრებო თქვენ გჭირდებათ ყველანაირ დონეზე გაწმენდა პირველ რიგში თქვენი აზრების თქვენი დამოკიდებულებების ცხოვრებისადმი თქვენი მიდგომების და თქვენი ენერგეტიკის რომელიც შესაძლოა სხვა ადამიანების ხარჯზე საკმაოდ დაზიანებულიც გქონდეთ არ მოვრიცხავ აი ფამილიარი და სამომხმარებლო ურთიერთობის ოსტატების ხარჯზე ხო რომლებიც უბრალოდ თქვენს ენერგიებს და რესურსებს იყენებენ საკმაოდ
არაჯანსაღად, ხო, თქვენთვის არაჯანსაღად, თავისთვის გადასარევი ჯანსაღით. და მკურნალი ქალი რას გიჯერთ, მისტერი, ხო, გახსენით თქვენი თავი და შეუცნობელისკენ ნახეთ, შეხედეთ, ანუ რაღაცა აი თქვენს თავში ის მისტიკა აღმოაჩინეთ, ხო, რაც რეალურად თქვენ გაგაჩნიათ და თქვენ გაქვთ. გამორიცხულია, რომ არ გაგაჩნდეთ გარკვეული ძალები, უბრალოდ თქვენ შეიძლება ამის შესახებ არ იცით, აი ამ ფაზლის მქონე ადამიანებს, რაც აქ ტაროს არკანებით მე დამიჯდა. მაგრამ თუ თქვენ თვითონ ვერ აუდიხართ თქვენი თავის მოწესრიგებას, მაშინ მიანდეთ ეს ოსტატს, ვინც თქვენ დაგეხმარებათ აი ამ წმენდაში და აი ამ თქვენი გონებიდან და ენერგეტიკიდან მაპატიეთ ამ სიტყვაზე, მაგრამ ნაგავის გამოტანაში. მადლობას გიხდით ჩემო კარგო ადამიანებო, ძალიან გამიგრძელდა სიტყვა, დაგემშვიდობებით, ნახვამდის.